ნარჩენები ზოგად კლასიფიკაციით არის სახიფათო ნარჩენები, არასახიფათო ნარჩენები და ინერტული ნარჩენები. სამივე ამ კატეგორიას კაცობრიობა დღითიდღე უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნის. ბოლო მონაცემებით დაახლოებით 2 მილიარდ ტონამდე ნარჩენები წარმოქმნა ხდება დედამიწაზე ყოველწლიურად და ეს მზარდი არის. მზარდი არის და ეს პრობლემას ქმნის ყოველდღიურობაში, პრობლემას ქმნის ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში, უკავშირდება მის არსებულ გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა დღითიდღე იზრდება ნარჩენებიდან გამომდინარე და სხვა კვლევებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია ყოველდღიურად მძიმდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ერთი ნილს ბორის გამონათვამი აქვს ესეთი კაცობრიობა არ დაიღუპება ატომურ კოშმარში, ის შესაძლოა საკუთარ ნარჩენებში ჩაიხჩოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გახდა ეს შექმნილი იყო ეს დამდგარი იყო დღის წესრიგის წინა პლანზე და მსოფლიოში შემუშავებული იქნა ნარჩენების მართვის მარტივი კონცეფცია და ამ კონცეფციის ძირითადი სათქმელი რა არის? სათქმელი არის ის, რომ თუ შევძლებთ ნარჩენების პრევენცია უნდა მოვახდინოთ, თუ პრევენციას ვერ შევძლებთ, ან თავიდან აცილებას თუ ვერ შევძლებთ, უნდა მოხდეს ამ წარმოქმნილი ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება იგივე ან სხვა დანიშნულებით და თუ ხელმეორედ გამოყენებასაც ვერ ვახერხებთ, მაშინ უნდა მოხდეს მისი გადამუშავება და სწორედ გადამუშავება არის ნარჩენების მართვის ჯაჭვში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. შეგეკითხებით, პრევენციაში რა იგულისხმება? ნარჩენები ყოველთვის იქნება და ყოველთვის დარჩება ადამიანს სხვადასხვა მოხმარებული ნივთებიდან. როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია? ნარჩენების პრევენცია პირველ რიგში ხდება პროდუქციის წარმოების ეტაპზე, რომ დიზაინი უნდა შეიქმნას იმგვარი, რომ მისი გამოყენება იყოს ხანგრძლივი, ან ერთჯერადი გამოყენების არ უნდა იყოს პროდუქტი. შემდგომ უკვე როდესაც მომხმარებლამდე მიდის ეს ნარჩენი, ეს პროდუქცია, მან უნდა შეძლოს ან მაგალითად მარტივად თქვა, რომ შევდივართ მარკეტში, რომ გვთავაზობს კონსულტანტი პარკს, თუ იმ მომენტში ჩვენ შეიძლება ეს ნივთი ხელით წამოიღოთ და არ უნდა გამოვართვათ პარკი. ამიტომ, როდესაც კი მარკეტიდან გამოვართ, ეს პარკი უკვე ნარჩენად იქცევა. პრევენცია არის ისეთი ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვარიდებთ ნარჩენების წარმოქმნას. თუმცა პარკის შემადგენლობასაც გააჩნია, ხო ალბათ? კი ბატონო, მაგაზე შეგვიძლია გავშალოთ ეგ თემაც. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ნარჩენის გადამუშავებაზე. აი მაგალითის სახით, როდესაც ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა მსოფლიოში არ იყო დანერგილი და ახლა დანერგილი არის, მაგრამ ეფექტურად მაინც და მაინც ვერ მუშაობს კარგად. აი ამ კაცობრიობის ცხოველმოქმედების შედეგად გარემოში ხდება მილიარდობით ტონა ნარჩენები. ამის მაგალითი არის უკვე მსოფლიო ოკეანეში შეინიშნება დიდი რაოდენობით მცურავი პლასტიკის კუნძულები. ერთ-ერთი კუნძულის ფართობი 3-ჯერ აღემატება საფრანგეთის ტერიტორიას. ეს არის არა მხოლოდ გარემოს დანაგვიანება დაბინძურების ფაქტი, ეს არის ის ფაქტი, რომ ეს კუნძული მოძრავია და მას შეუძლია გადაადგილდნენ A პუნქტიდან B პუნქტამდე. ის შესაძლოა მოხდეს კონტინენტის ერთი სანაპიროდან მეორე სანაპიროსაკენ და მან გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრცელება, იმიტომ რომ ამ პლასტიკის ნარჩენებზე ბუდობს სხვადასხვა ტიპის ვირუსები და ბაქტერიები და ადვილად გადაადგილდებიან ამის დახმარებით. ეს პლასტიკი გარემოში არ იშლება და მას სჭირდება შესაბამისი მართვა. არა მარტო პლასტიკზე, ზოგადად ნარჩენების მართვა, როგორც ესეთი უნდა მოიცავს სხვადასხვა ტიპის კატეგორიებს. ეს არის როგორც საუბრით დასაწყისში აღნიშნეთ სახიფათო ნარჩენები, მაგალითად ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში ეს არის ავტომანქანების, თქვათ, აკუმულატორები, არის საბურავები, არის მეორადი ზეთები, არის საყოფაცხოვრებო პირობებში წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, ამ მუნიციპალურ ნარჩენებში სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობა გააჩნია, სხვადასხვა ტიპის ნარჩენები, ეს არის პლასტიკის ნარჩენი, ქაღალდის, შუშის, ალუმინის, ორგანული მასა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა არის ამისათვის საჭირო? ამისათვის საჭირო არის, რომ ქვეყანაში დაინერგოს ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სისტემა და ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სისტემას მიებას ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორი. ამისათვის საჭირო არის სახელმწიფო იმუშაოს არა მხოლოდ მოსახლეობასთან, არამედ იმუშაოს გადამამუშავებელ სექტორთან და უზრუნველყოს ამ სექტორის გაძლიერება. სხვადასხვა მექანიზმებით, ეს იქნება ფინანსური მექანიზმი თუ სხვა ტიპის მექანიზმები. ბევრი არის ამ მიმართულებით სამუშაო, გაკეთებული არის გარკვეულ დონემდე, მაგალითად შექმნილი არის კანონმდებლობა, შემუშავებული არის ნორმატიული აქტები, დაახლოებით 20-მდე ნორმატიული აქტი არის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არის შემუშავებული ნარჩენების მართვის სფეროში. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში გაკეთდა კვლევა, რა
პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ამა თუ იმ მიმართულებით გადამუშავება იყოს რენტაბელური. და ეს იყო ნარჩენების მართვა და გადამუშავება ზოგადად უკავშირდება ცირკულარულ ეკონომიკას და ცირკულარული ეკონომიკისათვის რა ტიპის პოტენციალი არსებობს ქვეყანაში, ამ ტიპის კვლევა გაკეთდა ქვეყანაში. ეს იყო ორგანიზაცია ორქისის მიერ წარმოებული კვლევა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით და იქ გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება. მათ შორის არის ნარჩენების გადამუშავება, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, ასევე არის იქ სოფლის მეურნეობის ნარჩენები და სხვა ტიპის ნარჩენები. არის მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების პოტენციალი ქვეყანას გააჩნია და ამ მიმართულებით არის სამუშაო. რა ეტაპზეა საქართველო ახლა ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით? მე მაგალითად მახსენდება სოციალური საწარმო ტენე, რომელიც პლასმასის ბოთლებს და არა მხოლოდ ამუშავებს და შემდეგ სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს ამ ნარჩენებისგან. ზოგადად თუ აქვს ქვეყანას ნარჩენების გადამუშავების მართვის სისტემა? სად ვართ? დიახ, სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელი კომპანიები არსებობს ქვეყანაში, არის ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანია, მაგალითად Georgian Paper Production-ი, სხვა ტიპის კომპანიებიც არიან, სხვა კომპანიებიც არიან უბრალოდ ქაღალდის გადამამუშავებაში, არის პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავების კომპანია Polivimi, რომელთანაც თანამშრომლობს კომპანია Tene, ვინც ნარჩენების ძირითადად შეგროვება, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და შემდგომ უკვე გადამუშავებას ახორციელებს ეს Polivimi კომპანია. არსებობს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია, არსებობს აკუმულატორების გადამამუშავებელი კომპანია. ანუ იმის თქმა მინდა რომ გადამამუშავებელი კომპანიები ქვეყანაში არსებობს, თუმცა ამ კომპანიების უმეტესობა განიცდის ნედლეულის სიმწირეს. პარადოქსია, წარმოიდგინეთ ქვეყანაში მაგალითად ყოველწლიურად წარმოიქმნება 1,100,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი, რომელშიც 12-დან 14%-მდე არის პლასტიკის ნარჩენები. ანუ არ მიდის ამ წარმოებლებამდე, არ მიდის წარმოებლებამდე, იმიტომ რომ ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სისტემა არ არის ქვეყანაში დანერგილი. მივდივართ მოქალაქის პასუხისმგებლობამდე, სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ესეც გკითხოთ და მოვასწროთ ამ თემაზე საუბარიც. ერთ კონკრეტულ მოქალაქეს რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს იმისთვის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად გამოსწორდეს? თქვენ ერთი მარტივი მაგალითი მოიყვანეთ წეგან, რომ მარკეტში მაგალითად არ უნდა გამოვართვათ ცელოფანი, როდესაც რაღაცა პროდუქციას ყიდულობთ, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ არ გამოვართვათ. რა არის ის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს ერთმა რიგითმა მოქალაქემ? მოქალაქის ვალდებულება, პასუხისმგებლობა არის ის, რომ თავის მიმართ წარმოქმნილი ნარჩენი განათავსოს ნარჩენების ურნაში, კონტეინერში, მუნიციპალური ნარჩენების ურნაში. ამასთან ერთად, თუ ახლო-მახლოს არის ნარჩენების დახარისხებული სერვისი შეთავაზებული მოქალაქისათვის, მან უნდა გამოიყენოს ეს სერვისი. მაგრამ აქ ცოტა სხვანაირადაც არის საქმე, რომ ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სერვისი არ არის შეთავაზებული მოქალაქეებისათვის სისტემურად. ანუ ერთგვარი დისკომფორტია მოქალაქისთვის, რომ თავად უზრუნველყოს ამის დახარისხება. კი ბატონო, მე ამ სექტორში ჩართული ვარ უკვე 30 წელი გახდება მალე და ვუყურებ, ჩემს თვალწინ განვითარდა ეს ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, განვითარება და იმ კონდიციამდე მოსვლა, რა კონდიციამდე ეხლა ვართ. მე და სხვა ტიპის ჩემი კოლეგები მაგალითად ხშირად დავდივართ ხოლმე ხან საბარგულში, საბურავი გვაქვს განთავსებული, ჩვენი საბურავი, რომ მივაწოდოთ გადამამუშავებელი კომპანიებს, პლასტიკის ბოთლები განთავსებული თუ სადმე ნახავ დახარისხებული შეგროვების სისტემას ვითი ვისარგებლოთ. თუმცა ამას მთლიან საზოგადოებას ვერ მოსთხოვ, იმიტომ ვერ მოსთხოვ, რომ მას უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა შეთავაზებული ხელისუფლების მხრიდან. ეს თუ არ იქნება შეთავაზებული, მოქალაქე 15-20 კილომეტრს ვერ გაივლის თავის საოჯახო პირობებში წარმოქმნილი და დახარისხებული ნარჩენების განსათავსებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ნარჩენების შეგროვების დახარისხებული შეგროვების სისტემის დანერგვაზე და იზრუნოს გადამამუშავებელი კომპანიების გაძლიერებაზე. ეს შესაძლოა იყოს ფინანსური, საგადასახადო, ტექნიკური ტიპის დახმარებები და ასე შემთხვევაში თანხმედრილად საქმიანობის შედეგად შესაძლებელია მიზნის მიღწევა. სხვა შემთხვევაში ვიტრიალეთ იმ წრეზე, რა წრეზე ვტრიალებთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია.